მოვიდით პირდაპირ ეთერში, გვიყურებთ თავდაპირველად და გვისმენთ რადიოების ჰაერეთის და თბილისის საშუალებით. ეს არაჩვეულებრივი ხარით ახლა იმის მანიშნებელი იყო, რომ ახლა დალტენ დაგარდის დრო არის. ჩვენს ეთერში გიორგი ისაკაძე უმასპინძლებს სპეციალურ სტუმარს, ჩვენ ეკონომიკურ ანალიზს უკვე საქართველოს გარდა რეგიონიც ემატება. გიორგი გისმენთ. დილამშვიდობის, მე დიდი ხნით მარტო არ დავტოვებ ანალაპიაშვილს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო გოგა ასკურავას სპეციალურ ბიუროს, რომელიც დაგვეხმარება აღნიშნული პრეზენტაციის და სტუმრის მასპინძლობაში, თუმცა რაღა დრო სტუმარია. საუბარია გალტენ ტაგარძე, რომელიც საქმეენდილის ბიზნეს კონტრაქტის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და დღეს მათი ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემით წარმოდგენილი სტუმარი იქნება. ალიმ ჰასანოვი დღეს რეალურად წარმოადგენს თემას, რომელიც არაერთხელ გამختარა განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის დევალვირების პერიოდში განჯის საგანი, რომ ლარზე მოქმედებდა გარკვეული საგარეო ფაქტორები. ჩვენ გალტენ ტაგართან ერთად გარკვეული სიხშირით, ამაზე ჩამოყალიბდებით, შეიძლება ეს იყოს თვეში ორჯერ, შეიძლება საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე იყოს ყოველთვიურად, გავაკეთებთ გარკვეულ ანალიზს რეალურად რა ხდება რეგიონში და აი ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ჩამოყალიბებაში ზუსტად დაგვეხმარება კვლავ და ხვალ რა თქმა უნდა გალტენ ტაგარტი და მისი ეკონომისტი ალიმ ჰასანოვი, რომელსაც მე წარმოგიდგენთ. Good morning, my pleasure meeting you and hosting you. Of course, here. So, შეხვედრა და მასმინძლობა რა თქმა უნდა. I already made some presentation for the introductory, but წარდგინება მოვახდინე უკვე თქვენი. We should brief. მაგრამ ამავე დროს ჩვენმა სვედელმა ცოტა მეტი უნდა გაიგოს თქვენ შესახებ, რომელიც ეხლა უყურებს საქმიან დილას და გვიყურებს ჩვენ. რატო ვაკეთებ სწორედ აი ამ რეგიონალურ მიმოხილვას, რატო საქართველოს მნიშვნელოვანი? საქართველო არის იმ ქვეყნების რეგიონში, როგორც არის თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და საქართველო ახდენს ექსპორტს თავისი პროდუქციის ამ ქვეყნებში და რა თქმა უნდა იღებს ამ ქვეყნის პროდუქციებისა. რა თქმა უნდა დიდი ზეგავლენა აქვს იმას ამ ყოველივე საქართველოს რა ხდება ამ ქვეყნებში. მაგრამ როგორც პროფესიონალი როგორ მიიჩნევთ რა სიხშირით უნდა კეთდებოდეს ყოველივე ეს მაგალითად currency in Turkey or თურქეთის ეროვნული ვალუტა twice in a month თვეში ერთხელ უნდა შეფასდეს, თვეში ორჯერ უნდა შეფასდეს, მაგრამ წინა წლთან შედარებით ჩვენ მე მგონი ახლა საკმაოდ ხშირად უნდა გავაკეთოთ გამომდინარე რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო ბაზრებზე და საკმაოდ მკვეთრად იცვლება გაცვლის კურსები. შეიძლება ახალი ინფორმაცია შემოვიდეს პრომეტის სიხშირით და ალბათ თვეში ერთხელ საკმარისი იქნება. თუ რაღაც გარკვეულად მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება, ამის შესაძლებლად თქმა უნდა შეიძლება. მე ძანს ვამოწმებას ყოველთვის. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ თურქეთით. ჩვენი ერთ-ერთი ასე ვთქვათ უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი, თქვენგან არაჩვეულებრივი ლოგო გალტენ ტაგარტი. მოდი დავიწყოთ თურქეთით. თურქეთი და მისი მთლიანშიდა პროდუქტი. თუკი შევხედავთ აი ამ გრაფიკს, ნახავთ რომ თურქეთის ეკონომიკა იზრდება საკმაოდ 2010 წელს საკმაოდ გაიზარდა და მე უკვე შენელდა ეს პროცესი. ეს არის უკვე სამრეწველო წარმოების ინდექსი თვითონ მთლიანად. ეს უკვე არის მთლიანი შიდა პროდუქტი. მზარდი დადებითი ზრდა შეიცვლებდა. არა მან ეს ეკონომიკა იზრდებოდა დორე ტემპით და ეხლა უკვე გვაქვს მაჩვენებელი, რომ მესამე კვარტალში შეიძლება რომ ეკონომიკა შემცირდეს მესამე კვარტალში მიუხედავად ასევე ხაზგასმელია ის ფაქტი, რომ
სამრეწველო ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანი არის თურქეთისათვის, რომელიც დაკავშირებულია სხვა სექტორებთან ასევე. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ინდექსი არის, ვინაიდან ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ინდექსად, მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თურქეთის წარმოებული ქვეყანა და საკმაოდ დიდი შემოსავლის მომტანი. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, რომელიც უშუალოდ ეხება არასასოფლო-სამეურნეო სექტორში უმუშევრობას. საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანები არიან დასაკლებული ამ სექტორში. ახლა უკვე ვხედავთ, რომ უმუშევრობის კოეფიციენტი არის გაზრდილი და გაუთანაბრდა 2010 წლის მონაცემებს და რა თქმა უნდა ამასაც უკვე უარყოფითი ზეგავლენა აქვს თურქეთის შიდა მოთხოვნაზე. შეიძლება მოხმარება თავისთავად დაიწიოს და ამას რა თქმა უნდა თავისი შედეგიც მოყვება. მოდით ახლა გადავიდეთ ეს არის პორტფოლიოს ყოველკვირეული დინება. თვითონ შიდა კუთხით შევხედავთ თურქეთს და სამრეწველო წარმოების ინდექსს და უმუშევრობას. მას ჭირდება დიდი შიდა შემოსავალი, რომ ეს გარე ზეგავლენა გააბათილოს. თვითონ ძალიან დიდი კაპიტალის პორტფოლიო სჭირდება. თქვენ შეხედეთ 11 ნოემბრის მონაცემებით, ხო? დაახლოებით 1 მილიარდზე 1.1 მილიარდი დოლარი გაედინა თურქეთიდან. ამიტომ მნიშვნელოვანი არის აი ამ გრაფიკს შევხედოთ ეს ისტორიულად როგორ მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში და ინფორმაცია რომელიც ჩვენ გვაქვს გაცვლის კურსზე, ხო, ამან შეიძლება მიგვითითოს იმასკენ, რომ გარდინება კაპიტალის კვლავ გაძლიერდეს. მოდი გადავიდეთ თვითონ უცხოური ინვესტიციების საკითხზე. აქ ვხედავთ, რომ უცხოური ინვესტიციების ბირჟა როგორ არის, როგორ იცვლება, ასევე ვხედავთ, რომ 2010 წლის სტატისტიკური მონაცემები თითქმის გაუტოლდა ეხლანდელი მონაცემები საკმაოდ დაბალი არის. ეს არის კი, მიხართ იმისა, რომ ეს მცირდება. ანუ ეს კიდევ იმას აჩვენებს, რომ აი ამაზე მეტი შეიძლება ვეღაც კი გაედინოს მომავალში. 2010 წელს დაუშვათ ავსტრიის მონაცემებს, თქვენ მაინც არ მოისადოთ ამას როგორც უარყოფით, ხო, უბრალოდ დადებითი არ არის, ხო? მე უბრალოდ რას ვიტყოდი რა, რომ space to go down. ანუ ამაზე მეტად უკვე ვეღარ შემცირდება ფაქტიურად ახლა დადებით, ამიტომაც არ ვამბობ თვითონ გავითვალისწინებ და მოწყობილ ინვესტიციების ზეგავლენას ამ ეტაპზე თურქეთის ეკონომიკაზე. მოდით გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. No, I think it's okay. Just mentioned about public investments. მოდით შევხედოთ ასეთ საჯარო ინვესტიციებზე ამაზე სლაიდი არ აქვს. შიდა ეკონომიკაში და თურქეთისაში თვითონ საჯარო დაფინანსება აღარ არის იმდენად კარგი, როგორც ეს იყო. განსაკუთრებით რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მცირდება. ერთ-ერთი დიდი უპირატესობა რა ქონდა თურქეთს, რომ ფისკალური სერპლუსი იყო საკმაოდ სტაბილური და აქედან გამომდინარე უკანასკნელი წლის განმავლობაში ორმა ასეთ რეიტინგის სააგენტომ შეამცირა ეს კოეფიციენტი, ინვესტიციების კოეფიციენტი. თუ დაუშვათ ინვესტიციების შემოდინება გააგრძელებს ასე შემცირებას ეს რეიტინგი, რომელიც ამ კომპანიებმა მიეწევს, კიდევ უფრო შემცირდება. ანუ ეს არის ერთადერთი სააგენტო ფაქტურად, რომელიც ეს ვთქვათ დადებით შეფასებას ასწევს თურქეთის ეკონომიკას. რა თქმა უნდა, ქვეყნის რეიტინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე ვთქვათ, ინსტიტუციური ინვესტორები, რა თქმა უნდა, ამ რეიტინგს მხედველობაში იღებენ და ნებავემთეთ დავამატო, რომ თურქეთს აქვს საკმაოდ ღია ეკონომიკა და რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, საშიშროების ქვეშ ხდება გარე ფაქტორებზე.
და რა თქმა უნდა, თუ რა ხდება სხვა განვითარებას ქვეყნებში და მithumetes ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს თურქეთის ეკონომიკაზე. უბრალოდ მოკლედ რა ხდება თურქეთის ლირასთან მიმართებაში თქვენი რჩევა რა იქნება ან როგორ შეიძლება ამან საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენა მოახდინოს. როგორც გვახსენე ნაზარდი ასე ვთქვათ შეგვესავალი როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვა მზარდი ქვეყნების ფონზე იზრდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მიუხედავად ამისა შემოდა აღნიშნულ რომ თურქეთის ლირის ინფლაციას განიცდის, მაგრამ ეს შეიძლება აიხსნას იმითაც რომ გარკვეული პოლიტიკური სიტუაციით რომელიც ქვეყანაში არის ასევე თვითონ თურქეთის დამოკიდებულება და ურთიერთობა ევროკავშირთან ცოტა გამწვავდა და ნახოთ რა შემდგომი ნაბიჯები მოყვება ყოველივე ამას თუ დაუშვათ გაგრძელდება აქსესიაზე მოლაპარაკება. შეგვიძლია მე მგონი უკვე გადავიდეთ ჩვენ შემდეგ მეზობელზე და მოდით ნახოთ თუ რა ხდება აზერბაიჯანში და დავიწყოთ მთლიანი შიდა პროდუქტით. პირველში სტატისტიკის ახსნით დავიწყებ. ზოგიერთ ქვეყანა თავის სტატისტიკურ მონაცემს აგროვებს აი წლის საწყისიდან დღევანდლემდე, ანუ რეალობამდე. თუ კი შევხედავთ სექტემბერში, ხო, სექტემბერში ნაზარდი წინა წლის ზუსტად იგივე აი თვის ნაზარდამდე უფრო მაღალია. აზერბაიჯანი იყენებს ამ მეთოდოლოგიას, მაგალითად ბელორუსიაში და ყაზახეთში მსგავსი ფორმა გამოიყენება სტატისტიკის შეგროვების. ასევე ცალკე მე მგონი უნდა ვახსენოთ, როცა შევეხებით იმ ქვეყნებს. ასე რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა მცირდება, რომელიც დაიწყო 2015 წლის ბოლო კვარტალში დაიწყო ეს. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვია, უმთავრესად გამოიწვია ნავთობზე ფასის დაცემა და თუ უკან დავბრუნდები ცოტა დროში, ხო? growth right now is close to 4%. დაახლოებით 4% contraction ზრდის კოეფიციენტი აღნიშნული მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში ეკონომიკა 13% შემცირდა და ეს უმეტესად იყო სახელმწიფო დაფინანსებით გამოწვეული, ასევე მათ აქვს კონსოლიდირებული ფისკალური მონაცემები. We'll go back to GDP Azerbaijan. დაუბრუნდებით აზერბაიჯანის მთლიან შიდა პროდუქტს მოგვიანებით და გადავიდეთ გაცვლის კურსზე. თვითონ ქვეყანამ განიცადა დევალვაცია თავისი ეროვნული ვალუტით. ჩვენ უახლოეს წარსულში ნახეთ, რომ ეროვნული ვალუტა საკუთრ დაეცა 7%-ზე მეტით და თვითონ ტრენდი როგორც შეიმჩნევა ახლა მზარდი არის, ანუ უმჯობესდება მდგომარეობა, უმჯობესდება ბანკის საბანკო სექტორის ასე ვთქვათ სიტუაციაც უმჯობესება და and in the public there is constant expectation. საზოგადოების მოვლენა ამ ეტაპზე, მოლოდინი ამ ეტაპზე ის არის, შეიძლება დევალვაცია გააგრძელდეს. თუ გადავალთ შემდეგ სლაიდზე ნახოთ, თუ როგორ იცვლება გაცვლის კურსი, ინფლაციამ დაახლოებით 5%-ს მიაღწია ახლა უახლოეს წარსულში. მოლოდინი არის, რომ ზამთრის სეზონში რომ ეს დაეცემა. ნოემბრამდე ინფლაცია, ასე ვთქვათ, შედარებით სტაბილური იყო, ამის შემდგომ ცოტა მზარდი, ასე ვთქვათ, მილაჩვენებელი შეიმჩნეოდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი სავაჭრო პარტნიორი, ასევე როგორც ერთ-ერთი ინვესტორი. მოდი მოკლედ ყაზახეთზე გადავიდეთ, ნახოთ რა ხდება იქ. ყაზახეთის გაცვლის
კურსი როგორც წესი გამოწვევ მთავარ პარამეტრად ეკონომიკის გასაზომად თვითონ გასვლის კურსი საკმაოდ სტაბილური არის ამ ეტაპზე თუ კი ვნახავთ ანალიზს თუ კი შევხედავთ დევალვაცია ანუ გაუფასურება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის მოსალოდნელი არ იქნება სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და მithumetes თუ გავითვალისწინებთ რომ ქვეყანა უკვე ამ ეტაპზე იღებს საკმაოდ დიდი რაოდენობით უცხოურ ინვესტიციებს ქაშაკანის კომპანიას მიღების ხელობაში და ეს თავის თავად უკვე მხარს უჭერს გაცვლის კურსს. უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ყაზახეთის ცენტრალური ბანკი არ ჩარეულა გაცვლის კურსის დარეგულირებაში. ორი თქვენ ახსენეთ ხო? მაგრამ მუდმივად ხდებოდა ეს წარსულში ცენტრალური ბანკის მიერ, რათა თვითონ ეს მერყეობა რომ დაებალანსებინათ და უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში არ ჩარეულა ცენტრალური ბანკი, რაც კარგი მაჩვენებელია ეს და მივხვდეთ იმაზე, რომ გაცვლის კურსი არის სტაბილური და როგორც ხედავთ მშპ-ს მაჩვენებელი ასევე მზარდი ტენდენციით გამოირჩევა იანვრიდან სექტემბრამდე 2016 წლის. არ არის ახლა მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ მაინც ზრდა მიუხედავად ყოველივესა. თქვენ ხედავთ რომ ყაზახეთი ჩავარდნილი არის ამ ეტაპისათვის. ნახოთ უკრაინაში რა ხდება არა პოლიტიკაში, არამედ თვითონ ეკონომიკის თვალსაზრისით. უკრაინაში 15%-ით შემცირდა ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც უკვე რა თქმა უნდა ზუსტად მიუთითებს აი ამ უარყოფით, ასე ვთქვათ, ეკონომიკის შემცირებაზე ამ ბოლო მონაცემებით და ამავე დროს უკრაინა IMF released one tranche of IMF-მა უკრაინამ მიიღო IMF-ის ტრანში, რომელიც one sovereign rating increased Ukraine's rating from რომელიც გაზის უკრაინის ასე ვთქვათ მონაცემებს ასე ვთქვათ დეფოლტიდან მინიმალურ მონაცემამდე. თვითონ ეკონომიკა როგორც ვახსენე ცირედ გაიზარდა გაცვლის კურსით შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ გამოწვევები სწორედ დაკავშირებულია შემდეგი წლის ბიუჯეტთან, რომელზეც დებატები ახლა მიმდინარეობს. ასევე მოსალოდნელი არის და სავარაუდოდ დეკემბერში მიიღებს უკრაინა კიდევ ერთ ტრანშს, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს რეფორმებს ან პირიქით თუ არ მიიღებს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და შეიძლება განსხვავებული ციფრებიც კი გქონდეს აქედან გამომდინარე. ამ გრაფიკიდან გამომდინარე ახლა დადებითი ტენდენცია შეიჩნევა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი აქვს ამ საკაჩი ეკონომიკის თვალსაზრისით და ბოლო სლაიდი სომხეთთან თუ სიტუაცია არის სომხეთში. სიმართლე რომ გითხრათ, სხვა ქვეყნებთან შედარებით სომხეთი კარგი სიტუაციაში, როგორც თქვენ ამ გრაფიკზე ხედავთ, აი მეორე კვარტალის მონაცემებით ორი რამ მინდა ვახსენო სომხეთზე, რა თქმა უნდა სომხეთი რუსეთზე არის დამოკიდებული გარკვეულწილად, რა თქმა უნდა ექსპორტი მეტად შემოდის ქვეყანაში და remittances from Russia started falling several quarters ago and თიდან აუშვათ ექსპორტი რა თქმა უნდა შემცირდა რამდენიმე კვარტალის უკან. მაგრამ მიუხედავად ამისა ზრდა საიდან შეიმჩნეოდა ეს იყო მოპოვების ეს იყო სპილენძის მოპოვების და მაღაროებიდან შემოსული შემოსავალი. თქვენ ხედავთ აი ამ გრაფიკს და თვითონ ეკონომიკას როგორც წესი ამ ეტაპისათვის უკვე მცირდება, მაგრამ ეს მოკლევადიანი ინდიკატორი არის, მაგრამ თვითონ მშპ-ს ინდექსი იზრდება. ეს შემცირება ეკონომიკის არის რაღაცა მცირე დროის მონაცემი ბოლო კვარტლის კვარტლებისგან გამომდინარე, მესამე კვარტლის მონაცემებით სიტუაცია საკმაოდ არც თუ ისე ცუდი არის. ასევე სომხეთის ცენტრალური ბანკი საკმაოდ ახლო ყურს უგდებს თუ რა მიმდინარეობს
ცხოვრების გაცვლის კურსთან საკმაოდ დაბალი ინფლაცია აქვს, უბრალოდ დევალვაცია აქვს ამ ეტაპისათვის. Just for summarizing, Halim, please. რომ შევადაროთ უბრალოდ, როგორც უკვე ვახსენე, სლაიდზე ჩვენ შევეცადეთ, რომ შეგვეჯამებინა ამ ქვეყნებში უახლოესი წარსულის, ასე ვთქვათ, სტატისტიკური მონაცემები, ეს არის სექტემბერი-ოქტომბრის გრაფიკი, თქვენ ხედავთ სომხეთში, როგორც უკვე გაჩვენეთ წინა სლაიდზე, არის ეკონომიკის შემცირება, თვითონ ბელარუსიაში როგორც კი აზერბაიჯანის სტატისტიკური მონაცემები არის შეგროვებული წლისდასაწყისიდან დღევანდელ დღემდე სტაბილურია მდგომარეობა აქედან გამომდინარე 4%-მდე ბელორუსიაშიც ასევე მსგავსი სტატისტიკის შეგროვების მეთოდი არის ასევე ბელორუსია საკმაოდ დამოკიდებული არის რუსეთზე და თვითონ ვინაიდან რუსეთის ეკონომიკა ამ ეტაპზეც მცირდება ამიტომაც ბელორუსიაც უარყოფით მაჩვენებელს გვიჩვენებს საქართველო მე მგონი ჩემი კოლეგები მეტად აგრძელებენ ამ სიტუაციას რაც შეეხება ყაზახეთს ეკონომიკა უკვე უმჯობესდება და მნიშვნელოვანი რა არის რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო და აზერბაიჯანი არის ეს ორადორი ქვეყანა რომელიც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რომლის ეკონომიკაც არ შემცირდა თუ გადავალთ რუსეთზე კვლავ რუსეთი უარყოფით მაჩვენებელს გვიჩვენებს და მოლოდინი რა არის რომ ნულოვან მაჩვენებელზე ქვევით იქნება ქვევით დაასრულებს რუსეთი წლევანდელ წელს და მაგრამ საერთოდ სურათს კი შევხედავთ რაც ვხედავთ რომ რაც წინ მივიწებით ხო და უყურებთ მომავალ პროგნოზი რა იქნება როგორც IMF-ი ასე სხვა საფინანსო ინსტიტუტები იმის მოლოდინში არიან რომ 1-დან 2%-მდე ზრდა იქნება მაგრამ definitely forget that at least with available information როგორც არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე და ის გათვალისწინებით რომ ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი უფასურდება ამ ეტაპისათვის ნახოთ რამდენად დააფინანსებენ ინფლაციის ზრდას შეიძლება ცოტა რთული პერიოდის კონდეს წინ მაგრამ წინა წლების გამოცდილებას გავითვალისწინებს საკმაოდ მოსალოდნელი ეს ფაქტიც რომ ესეც იქნება დარეგულირებული მოდი გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე და გაცვლის კურსზე როგორც უკვე ვახსენე დეფლაციის განიცდის სომხეთი ქვეყნებს სადაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი გაუფასურების ქვეთ ნახავთ რამდენად მაღალი ინფლაციის კოეფიციენტი აქვს მათ სომხეთს ყველაზე ნაკლები ასე ვთქვათ გაუფასურება ჰქონდა და მოდი შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ and და exchange rate ეს არის გაცვლის კურსი სომხეთში დიდი ცვლილება არ იყო აზერბაიჯანში თვითონ has resulted in depreciation თვითონ ნახეთ რამდენად შემცირდა ანუ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა ყაზახეთში პოზიტიურმა ასე ვთქვათ განვითარებულ სიტუაციებად ნახეთ რომ კარგი შედეგი გამოწვია და შემცირდა ეკონომიკის შემცირება რუსეთის მაგალითად ნახეთ ეს უარყოფითი არის უკრაინაში ესპონენციები თითქმის ნულოვანი იყო მაგრამ წინა თვეში რევნიამ განიცადა გაუფასურება და თურქეთი ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ასე ვთქვათ გაუფასურების მაჩვენებელი აქვს თურქეთს და მიუხედავად იმისა რომ
ხშირად ჟღერდება ეს ფაქტორი, საქართველოს ლარი უფასურდება, უხელოვანში უნდა ეს მივიღოთ, რომ დოლარი გლობალურად უფასურდება და აქედან გამომდინარე საქართველოს ქართული ლარის გაუფასება არც იმდენად, ასე ვთქვათ, სიღრმისეული და მნიშვნელოვანი არის. თვითონ ნახეთ თურქეთის საცხოვრებელი მონაცემი, როგორც თქვით, თვითონ კაპიტალის შემონაკადი მნიშვნელობას ახდენს. დიდი მადლობა და ველით მოდოთ თქვენს შემდეგ პრეზენტაციას. ძალიან საინტერესო იყო. ყველა ჩვენი კოლეგაც და პროგრამის ეს იყო ალი ფაზანოვი. ჩემთვის დიდი პატივი იყო წარმედგინა მასთან ერთად, ოღონდ ეს თავიდან ბოლომდე გალტენტაგარდის ანალიტიკა გახდათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მაყურებელმა ბიზნეს კონტრაქტის საქმეინდილის მაყურებლებმა იცოდნენ, რა ხდება რეგიონში და ჩვენ ამ ასე ვთქვათ ანალიტიკას შედარებით კიდევ უფრო დახვეწილი გრაფიკებით დასახით მოგაგვით უახლოეს მომავალში. ანა მადლობა გიორგი არაჩვეულებრივი მიმოხილვისთვის, საკმაოდ საინტერესო და მით უმეტეს ინფორმაციული ექსკურსიისთვის, რომელიც რეგიონში ეხებოდა და მადლობა გალტენტაგარდს მათ შორის ასეთი ინფორმაციული უზრუნველყოფისათვის. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროს, სულ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.